მოგესალმებით მეგობრებო ლიმინა მუშაობისაში. მე მარიამი ვარ. მე ანა. მე ნია. მე გია. და დღევანდელი ჩვენი მეოთხე ეპიზოდის თემა არის ეგზისტენციალური კრიზისი და ჩვენი მოწვევის სტუმარი არის ფილოსოფოსი ბატონი გიორგი მასალოვანი. და პირველ რიგში უშუალოდ თემაზე რო გადავიდეთ, ზოგადად გავიმართოთ ამ ფილოსოფიურ ჭრილში და ისედაც რა არის ეგზისტენციალური კრიზისი, როდის იწყება და რაც მსგავს მიმართულებით რო წავიდეთ. დავიწყო უკვე. სხვათაშორის მოდური სიტყვა გახდა, ხო, ბოლო დროს ხშირად გვესმის ქვეყანა დგას ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე, პოლიტიკოსები იყენებენ ამ გამოთქმას, ჟურნალისტები. ადრე არ იყო ასე ხშირად გამოყენებული. ეს რას ნიშნავს, ხო? ან ფილოსოფიურად ესე იგი უფრო ღრმად ცოდნა შევიძინეთ, ან რაღაც უფრო მოდური სიტყვა გახდა, ხო? სამწუხაროდ მე მგონი უფრო მეორე. მაგრამ ბუნებრივია ყველა დისკუსია უნდა დაიწყოს განმარტებით, რაზე ვსაუბრობთ, ხო? როგორც დეკარტი გვასწავლიდა. Existence, ხო? ინგლისური სიტყვა exist ნიშნავს არსებობას და ძალიან ისეთ მარტივად, არაკადემიურად ვთანხმდით. ეს არის არსებობის ფილოსოფია, ეს არის სიცოცხლის ფილოსოფია, რომლიდანაც წარმოიშვა ეგზისტენციალიზმი, ამავე დროს ეს არის მიმართულება ფილოსოფიაში და ასევე არაკადემიურად თუ გავმართოთ, ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ფილოსოფია, რომელიც შეიძლება იყოს ძველი რომაელი მოქალაქე, შეიძლება იყოს 21 საუკუნის ნიუ-იორკელი, შეიძლება იყოს მემარცხენე, მემარჯვენე, პროტესტანტი, კათოლიკე, არა აქვს ამას მნიშვნელობა, შეიძლება იყოს რაღაც მიყრუებული სოფლიდან სადმე მილიარდნახევრიან ინდოეთში, მაგრამ ყველა ადამიანი არის ინდივიდი, რომელსაც შეიძლება ეწვიოს ის რასაც ქვია ეგზისტენციალური კრიზისი, ანუ როდესაც ის კარგავს ცხოვრების აზრს. როდესაც ის ხო იწყება, ხშირად იწყებს ის ეძებს გამოსავალს, ხო? იმიტომ რომ ერთი სიტყვა დაგვეხმარება კიდევ ტერმინი გაკვებაში თუ რაზე საუბრობთ, ეს არის სიტყვა აბსურდი. იმიტომ რომ ეგზისტენციალურ ფილოსოფიაში ერთ-ერთ მთავარ ტერმინად ჩამოყალიბდა ტერმინი აბსურდი. ანუ როცა მე მიყვავს ასეთი კურსი სხვადასხვა ეგზისტენციალიზმი თავისუფალ კრედიტებში. საკუთარ მოთხოვნადი კურსია, ახლაც 60-მდე სტუდენტია ამ კურსზე, სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, იმედია თქვენს აღმოჩნდებით ზოგიერთი თქვენთაგანი და კურსის დასაწყისში ვამბობ, ხო? უბრალოდ ვიმეორებ კამიუს სიტყვებს, კამიუს მოსაზრებას უბრალოდ, რას მიუწვდა მან თავისი შემოქმედება ფილოსოფიური, ხო? აი, ერთი წინაზადვით რო ვთქვათ, კამიუ მიუწვდა თავისი შემოქმედება იმას, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ღირსეული აბსურდულ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არაღირსეულად ცხოვრება აბსურდში კიდევ უფრო ტეხავს, ხო? აი როგორ სად ვიპოვოთ ნუგეში, იმიტომ რომ ცხოვრება აბსურდია და ცხოვრება რომ აბსურდია ძალიან მარტივად გიცდება. იცით რატოა ცხოვრება აბსურდია? იმიტომ რომ ვტებით. ოდესღაც. შეიძლება 100 წლის შემდეგ და შეიძლება ახლა მოხდეს მიწისძვრა და ეს უფრო მალე მოხდეს, ან აქედან გასულებს თავში დაგვება აგური დაგვეცეს, ხო? კი, შესაძლოა. არა, საერთოდ თქვენ უნდა მზად იყოთ, რომ ძალიან სევდიან თემებზე მოგვიწევს საუბარი. ეგზისტენციალიზმი არ არის მხიარული მიმართულება ფილოსოფიას და ფილოსოფია არ არის მხიარული რა. აი სხვათა შორის ეგზისტენციალურ კრიზისზე რო საუბრობთ, კამიუს რომანი უცხო მახსენდება, იმიტომ რომ იქ თავი პერსონაჟი მერსო არა მხოლოდ შინაგან კრიზისთან იცდის და შინაგან კონფლიქტს, არამედ აი ცდილობს რომ აი სოციუმის წევრი არ იყოს და აი სოციუმის ნორმები და სოციუმის ნორმებს და სოციუმის ჩარჩოებს გავუყვის. და აქედან მებადება კითხვა.
ანუ კავშირშია ხო ეს ეგზისტენციალური კრიზისი სოციალური ნორმებთან რა მხრივ და როგორ ახდენს ის ჩვენს იდენტობაზე ზეგავლენას უფრო მარტივი იქნება შეცი რომ გიპასუხო რომ არ არის კავშირში სოციალური ნორმები ბუნებრივია მერსო ანუ თავარი გმირი ამ თავარი ჩემი აზრით რომანისა ნუ ეს ჩემი აზრია ბუნებრივია სტუდენტებს ვეუბნები თუ შეიძლება მხოლოდ ორი რამ წაიკითხოთ ამ კურსზე ერთი არის უცხო და მეორე არის მითი სიზიფეზე კამიუს ნაწარმოები საერთოდ კამიუ ყველაზე უფრო მიყვარს ამ ავტორებს შორის ხოთო არც ერთი არ უწოდებდა თავის თავს ეგზისტენციონალისტს ხო ყველა გაუგობრდა შეიძლება მარტო სარტრი ამბობდა რომ ეგზისტენციონალისტია იმიტომ რომ ნუ იმიტომ რომ აქაც ყველა ცალკე დიდი ინდივიდი იყო და არ ჯდებოდა იმ ჩარჩოებში რასაც შეიძლება უწოდო რომელიმე ფილოსოფიური ბინარიობა და ბუნებრივია მერსო დასაჯა საზოგადოებამ იმიტომ რომ მერსო არ ჯდებოდა გარკვეულ სოციალურ ნორმებში მაგრამ მერსო ხო ხედავთ ეს ხდება ალჟირში საფრანგეთის კოლონიაში ეს აფრიკაა კათოლიკურ ქვეყანაში ისლამურ გარემოცვაში მაგრამ მერსოები შეიძლება იყოს სხვა სოციალურ გარემოში და ბათუმშიც მინახავს რამდენიმე და თქვენს გინახავს შეიძლება მერსოები ჩვენს ირგვლივ მოდი დავიწყოთ ერთი გენიალური ნაწარმოებით მითით ძველმა ბერძნებმა შექმნა ძალიან ბევრი გენიალური ცნილება, ნუ მაგალითად ნუ ჰომეროსი ჩემი აზრით უცდომელია დღესაც კი და მითები და ამ მითებს შორის არის მითი სიზიფეზე რომელსაც მიმართავს ტიპის ყველა ეგზისტენციონალისტი და ნუ განსაკუთრებით კამიუ ხო ახლა ყველა მიცით ეს მითი მაგრამ ება მომენტით შეგახსენოთ ასე იწყებდა აღმოსავლეთში მასწავლებელი ჩინეთში როცა ასწავლიდა იმპერატორს რომ იმპერატორს ყველაფერი უნდა ცოდნოდა ციშვილია ხო ამიტომ ის აღწერდა მოდით მომეცით უფლება შეგახსენოთ ის რაც შეიძლება დაგავიწყო სიზიფე ხო დაისაჯა იმის გამო რომ იყო ზედმეტად ადამიანი ანუ უყვარდა იყო ჭკვიანი იყო ფიზიკურად ძლიერი იყო ცოტათი ამპარტავანი ნუ სხვადასხვა ვერსიებია და რასთავარია არ უნდა სიკვდილი. ანუ საიქიოდან ეს იქ იმდენი მოახერხა, რომ მერთები გადააგდო, იქო ჩავალო, ამბებს გავარკვევო და დავბრუნდებიო და მერთებმა იფიქრეს, როგორ უნდა მოგვატყუოს ვინმე მოგტავნო და გაუშვეს. სიზიფე ჩამოვიდა, ზღვისპირას ცხოვრობდა, ცოლს ეალერსა, წყავა დალია, რაღაც მიირთვა, გაზავებული ბერძნული ღვინო, მზის ჩასვლას უყურა და ნუ არ მოუნდა დაბრუნება და რომ გაუგზავნეს შიკრიკი დაატყვევა. ნუ ან მიქაელი ან გაბრიელი ხო ჩვენი გაგებით გააგზავნეს და დაატყვევა შიკრიკი. და აი ნახეთ როგორც ჯიან, ხო? ესეც ყველა ვიცით, ხო? ხვა, ლოდი და უნდა აიტანო ერთ-ერთ მთის მწვერვალზე ოლიმპოს გვერდით რომელიღაც მთაზე. დღეს რა რიცხვია? 21. აი 21 მაისია 2025 წელს და დღესაც სიზიფე სიზიფე უკვე ჩამოდის, უკვე თქვა დაგორდა, იმიტომ რომ დღის მეორე ნახევარია, ხო, უკვე საღამოდება და საღამოს სიზიფეს ხედავთ, ის ჩამოდის იმედ გაცრუებული. და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნუ ახლა კამიუს თემას გავაგრძელებ, რომ სწორედ დღეს, აი ასეთი კარგი ამინდია, კავკასიონი ჩანს აქედან და პირველად კამიუ მოისმინა დამცინავი ხმა ზევსისა, რომელიც უძახის თავის მეგობრებს, ათენას, ჰერას, აპოლოს და სხვებს და მოდით ვინ გაჩვენოთო, აი ეს ის ტიპიაო, რომელიც ჩვენ დავსაჯეთო 7000 წლის წინ, ნუ პირობითად. და რითი დასაჯეს? ხვის აუტანლობით, ვერატანით, მიზნის მიუღწევლობით, იმედ გაცრუებით. ანუ ეს არის კლასიკური მითი ზოგადად ადამიანზე. ჩვენ ამით ვარ დასჯილები. ჩვენ ვერავინ ვერ ვიტყვით ვერასდროს, რომ მე ყველაფერს მე მივახციე ბედნიერებას და ამის შემდეგ არაფრის შეცვლა არ შემიძლია.
ეს იგივეა რაც ამოძრავებს ფაუსტს სხვათა შორის, ხო? შეშერდი წამო, შემშვენი ერგა მე მინდა აი ასეთ წამს წამის მომსწრენი გავდე, ან რაღაცის რომ მე ასე რამ თქვა. ხო შეიძლება ახლა ბევრამე გაგასცემდეთ, ხო? ზოგი შეყარებული ხარ, ზოგმა რაღაც კარგი რამ თქვა საზღვარგარეთ მიდის აგერ მათე, ხო? ბედნიერია, რაც ეს, მაგრამ კი, მე მესმის რომ ჩვენ შეგვიძლია ნუგეში რაღაცებში ვნახოთ, ხო? ვთქვათ, მიღწევებში, კარიერულში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგი ხინკალში პოულობს, ზოგი როგორც მაკედონელი სპარსეთის დამარცხებაში და სხვა. მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვაცნობიერებდეთ ის, რაც სასოთარკვეთაში ჩააგდო, სითხართხა გაუტამა, ხო? იგივე ბუდა, რომ ჩვენ ყველანი დავბერდებით, მათ შორის ეს ლამაზი გოგონებით, ჩემს გვერდით, მე დაგლახდებით, სხვადასხვა დოზი და მე მოგდებით. ხო? всё, ადამიანი უკვე იბადება აი ამ სოდნით, ერთადერთი არსება ვარ ამ ქვეყნად, სპილო არ იცის რო ხდება. სპილო მიდის, სალკებდება და ხდება, ხო? გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება გენეტიკურ დონეზე, სპილო არ ფიქრობს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოხდება თუ არა სპილოების სამოთხეში. ჩვენ გასვოთ თქვენი პირველი კოშმარები, ხო, როცა წარმოიდგინეთ რომ ხდებით, ხო? ეს იყო 6-7 წლით, всё, ჩვენ ამით ცხოვრობთ, ჩვენ ამით დასჯილები ვართ. ანუ სიზიფე არის ზოგადად ადამიანი. და აი 21 მაისს, როცა მან გაიგო ამ ზევსის ფრაზა, რომ აი ნახეთ, ისევ მიწრება ახალი იმედით, რომ სიზიფემ რაღაც გააცნობიერა. ამბობს კამი. და ამ გაცნობიერებამ ისლამის ბედნიერი გახადაო. ხო, ანუ რა გააცნობიერა სიზიფე? რომ ვერაიტანს, ვერაზოს, ვერაზიდავს ამ ქვას. ქვა გასაგები არის სიმბოლო ჩვენი ცხოვრებისა, ხო? ყველანი ზიდავ ჩვენ ლოდებს. აი ამის არ გაცნობიერება იმისა, რომ ის აბსურდითაა და გავებული. ყოველდღე ჩამოგურდება ქვა. იმიტომ რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ასვლა და ჩამოსვლა. იმიტომ რომ ყველა აქტებს გარკვეულ ასევს და მერე ნენელა ემზადება სიკვდილისათვის და ასეთოთ სიკვდილისათვის მზადება პლატონმა უწოდა ასეთოთ ფილოსოფიას. რომ ეს არის თავარი ფილოსოფიაში არის, როგორ მოემზადო მშვიდად სიკვდილი. აი აქ ყველაზე საინტერესოა ჩვენთვის სიზიფე, ვამბობს ეგზისტენციონალისტი კამი. საღამო სიზიფე. იქ რო ადის, იქ ყველანი ერთმანეთს გვავართ. ახალგაზრდები ვარ, ამას მივაღწევ, პრინცი იქნება, ჩემი პრინცესა საუცელებლად მოვიყვან ცოლად, ხო, ყველა ერთს ვისწავლი, მთელ სოფლიოს მოვივლი და ასე შემდეგ. შემდეგ ხდება, არც სხვადასხვა ასაკში, ხო? 50-ის შემდეგ, როგორც ბესტები ფიქრობდნენ, გადაფასება, ხო? რაღაცას ვერ მიაღწიე, პრინცი თლა არ პრინცობს, პრინცესა თლა პრინცესა არ არის, რაღაცებს უკვე ვერაზოს ვერ შეეჭიდები და ბოლოს ის გვერის, ხო? ხადეს. აი აქ არის ყველაზე საინტერესო ადამიანი და ეგზისტენციალიზმი, ეგზისტენციონალიზმი, სწორედ აი ამ პერიოდში სწავლობს იკვლევს ადამიანს. იმიტომ ყველაზე საინტერესო იქ აქ არის. იმიტომ რომ მან უკვე გააცნობიერა აბსურდი. მაგრამ ესე ვთქვათ და რა არის აქ სასიამოვნო, როცა შენ აცნობიერებ, რომ ვერაზიდავ ქვას. შენ იმედი აღარ აქვს. კარგავ იმედს. ანუ იმედი დილით არ გაქვს, საღამოს იმედი არ გიცრუდება. არ გაქვს იმედი, არ გაქვს იმედგაცრუება. და ეს მოგითხრა, რა ჯობია საერთოდ დილით კონდეს იმედი და ყოველ საღამოს გიცრუდებოდეს, თუ დილით არ კონდეს იმედი და საღამოს არ გაგიცრუდება. თული შეკითხვა. ლამის ისეთი რიტორიკული, იმიტომ რომ ჩვენ გახსენდება სინოპტიკური მითი, არა, სპეციალურად სინოპტიკური, სხვა მითი ამასთან კავშირში, მითი პანდორაზე. ხო? წოდები არ იყო დედამიწას. ედემური ჰარმონიას უფევდა, ჩვენი ქრისტიანული გაგებით რო ვთქვათ, ხო? იქაც. და მერე ზევსი ქმნის პანდორას, პანდორა ლამაზია, პანდორა ჭკვიანია, პანდორა ცნობის მოყვარია, საერთოდ აქტიური ტიპია, როგორც ევა, უფრო აქტიური იყო ვიდრე სამწუხაროდ საბედნიეროდ ადამი და სწორედ მასთან მიდის სატანა.
და პანდორას აძლევენ ყუთს, სადაც ისი თქვენ მოთავსებულია მთელი ეს უბედურებები, რაც კი არსებობს ამ ქვეყნად და თან ეუბნებიან, რომ ეს ყუთი არ უნდა გაესნა, ანუ ეს არის იურიდიულ დენაზე პროვოცირება, ხო? აი ამ ხისგან ნაყოფი არ ჩამოდი. არა დედებში მილიონი ხე იყო. შეიძლება მარადოს მივიდოდი ამ ხემდე, ხო? მაგრამ გარკვეული პროვოცირება ბჭყალებში ხდება. ქალი ხსნის ყუთს, გოგონება მაპატი, მაგრამ აქაც ქალია, იკევა, აქ პანდორა, ხსნის ყუთს და ამოფრინდება იდეები ყველა ცოდვისა, ყველა სილაჩრისა და ყველა მანკიერებისა, ხო? აი როგორც პლატონის იდეები, რომ დაფრინავდნენ იდეალურ სამყაროში, ასევე იყვნენ აი ამ ყუთში მოთავსებული, პანდორა დახურავს და ამ ყუთს ბოლო წამს და იქ დარჩება მხოლოდ იმედი. კლასიკური გაგება მითისა იყო, რომ აი ხო ხედავთ, იმედი მაინც არ ხდება, იმედი მაინც ცოცხლობს და ასე შემდეგ. და დაჭირდა ამითიდან გავიდა 3000 წელი, სანამ კამიუ პირველად ფილოსოფიის ერთო ბერომეს პირველად აკეთებენ. დასვა კითხვა და რა ჯანდაბა უნდოდა ამ იმედს უბედურების ყუთში. თან ყველაზე მძიმე იყო, ვერ ამოფრინდა. და ხო არ არის იმედი ყველაზე დიდი უბედურება, ანუ ყველაზე დიდი ხაფანგი. ხო, ყველაზე დიდი ილუზია. ვირი რო არ იცის, ცოტა ცოტი შედარება ადგილიდან, ხო, ჯიუტი და ხო, ვირს ჩამოვკიდებენ წინ ბაწარზე სტაფილოს. და ვირი მიყვება ამ სტაფილოს. და ეს სტაფილო ყოველთვის 1 მეტროშია, როგორც ჰორიზონტი. ვერასდროს ვერ მიაღწევ ჰორიზონტს, ხო? მაგრამ აი ეს იმედი ამოძრავებს, ეს ილუზია, რომ აი კიდე ერთი ნაბიჯი და ჩავწდები. ეს ხმაც უხდება ჩვენ. აი რიტორიკულ კითხვას რომ მივუყვებით. დიახ. ადამიანისთვის ამ პერიოდში კითხვის დასმა უფრო მარტივია თუ პასუხის პოვნა? კითხვის დასმა? კითხვის დასმა უფრო მარტივია თუ პასუხის პოვნა იმ კითხვაზე რაც სხვა? უიმე, კითხვის დასმა ურთულესი რამ არის. კითხვის დასმა არ ვიცით. განსაკუთრებით არ იციან ჩვენმა ჟურნალისტები. ხო, მაგრამ кайფობ, როცა ქართველი ჟურნალისტები ორივე ბანაკიდან სვამენ კითხვას, სადაც პასუხიცა, ემოციაცა, ყველაფერი წინასწარ უკვე იციან. უბრალოდ რესპონდენტი ჭირდებათ, რომ გაახმოვანოს. ეს არ არის ჟურნალისტიკა, მაგრამ უფრო ღმრთ რო წავიდეთ, იბნ-სინა დაიბადა პირველი სიტყვა ავიცენა, თურმე იყო მისი, იყო რატო. და კოჩებში ეთყობოდა, რომ ფილოსოფოსი ხდებოდა. რატომ? იმიტომ რომ შენ თუ არ დასვი შეკითხვა რატომ, ანუ შენ თუ არ წინა რაღაც ფილოსოფიურ კლუბში მიყავი უნივერსიტეტის და იქ თქვით, იმ ლექციას ყვიოდა სიცხადეებში ეჭვის შეტანა. ანუ ფილოსოფია არის სიცხადეებში ეჭვის შეტანა და სიცხადეებში როცა შეიტანა, უნდა დასვა კითხვა რატომ. და ჩვენ არ ვსვამთ კითხვებს. ჩვენ არ ვსვამთ კითხვას, მაგალითად რატო შექმნა ღმერთმა მინიმუმ ჯერ მარტო ეს ვიცით 800,000 გალაქტიკა. იქნებ იმიტომ რომ გვინდა ამ კითხვების დასმენა პასუხების მოსმენა რთული. იმიტომ რატო? პასუხების მოსმენა რთული. პასუხის მოსმენა რთულია, მე პასუხები არის განსხვავებული და შეკითხვას არჩევანის გაკეთება. და საერთოდ, შეკითხვას მოყვება ძიება, ხო? და შენ ყოველთვის გინდა ამას ქვია ფილოსოფიაში და ნაწილობრივ ფსიქოლოგიაში ცნობიერების ხერხმეტულობა, ხო? ცნობიერება იკეთება და ყველაფერი რაც ამას დისკომფორტს მიქმნის, ანუ მიქმნის დისკომფორტს, ხო? ამიტომ არ მინდა ეს ჩემი ჩაკეტილი სივრცე, სადაც უკვე არის გარკვეული სიცხადეები, ჭეშმარიტებები, დავარღვევი, ხო? არ გვინდა ეს კაპიტალი. და ჩეთ იმას, რომელიც ყველასთან თანმოგეშებს. სხვადასხვა აი ეგზისტ ხო ერთი ადამიანის პრობლემა ეგზისტენციალიზმის, როგორც მერსო ერთია. თუმცა ბევრი მერსო არსებობს, ხო? ეგზისტენციალიზმს არ აინტერესებს სოციალური მოძრაობები, პარტიული იდეოლოგია, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის არის ადამიანი. დაწყებული რა ვიცი პირველი ადამიანიდან ჩვენ დღესაც აღვდის, როგორც ერთმა თვისპეტვალმა თქვა, თიხის სუნელი, თიხის სუნი, ანუ ჩვენ ადამიანსა და ევის სტაბამაბრები ვართ, ხო? თქვა, როგორც დასავლეთი მიიჩნევს და ნახეთ ედემური ჰარმონია.
ყველა ფოლკლორში, ყველა მითოლოგიაში იწყება ყველაფერი ძალიან კარგად, ხო? ოქროს საუკუნე ისტორიაში, ედემი, ჯერნეთი და ასე შემდეგ, მაგრამ მე რაღაც ხდება. ხდება ის, რომ აქ პანდორა კუც გახსნის, ადამი და ევა იმ ნაყოფს დაეუფლება და ასე შემდეგ, მუსულმანობაშიც იგივეა და ქრისტიანობაშიც აღმოსავლეთს ჯობია თავი დავანებოდი, რომ იქ ჩავიცილები, ის სხვა. ნახევარი სამყარო სხვანაირად აღიქვამს სამყაროს და ვილაპარაკოთ, რაც ჩვენ ხო? და მე რაღაც მოხდება და ეს ედემური ჰარმონია იკარგება და ადამიანი ნელ-ნელა იწყებს, აი აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია, ეგზისტენციალიზმის გასაგებად. იწყებს ღმერთის მოგდინებას. ის კლავს ღმერთს. და ეს ყველაფერი მთავრდება მისი სიკვდილით. ვინ გაუწყო ღმერთის სიკვდილი? ნიჩე. მე-19 ჯერ დოსტოევსკი, მერე ნიჩე და იწყება უღმერთო მე-20 საუკუნე. და ეს ღმერთის მოგდინება, აბიცი საიდან უნდა დავიწყოთ. შეიძლება პირდაპირ ედემში დაიწყო, ხო? ადამმა უარყო ღმერთის თხოვნა, თუ მოთხოვნა და რა მოხდა ამის შემდეგ დაფიქრდით, თუ ედემში იყო პრინციპში ერთი არსება, თუნდაც ადამისა და ევას სახით, ხო? ევა ხო ნეკნია ადამის, ხო, ეს სიმბოლიკა. ხო, ერთი არსება ვარ, ჩვენ ერთად დავბივართ, ჭიშვიანი პრობლემები არ გვაქვს, ვეგანები ვართ, ცხოველები ერთმანეთს არ ჭამენ, მიწას არ ვამუშავებთ, მოკლედ აი ეს არის როგორც მულტფილმში აკუტა მატანა, ხო? მე მგონი ასეთია, ხო? ხო, მაგრამ მე რა ხდება, როგორც კი მოხდება ის რაც მოხდა, ანუ როგორც კი გაეხილა ადამიანს თვალები, ანუ როგორც კი მან შეიძინა ინტელექტი, მოხდა ის, რომ ადამი იცავს საკუთარ თავს და არა ევას. ხო, პირველივე ფრაზა ინტელექტ შეძენილი. მამაკაცზე იყო ქალის ჩაშვება. ამან გააკეთაო ევაზე. ვერ დაიცვა, მე დავსაჭერმე. რატო? იმიტომ რომ მას უკვე საკუთარი თავი იყო. ანუ პირველივე ადამიანებმა ვერ გაუძლო პირველივე ცდუნებას, პირველივე პრობლემას. ორნი გახდნენ. როგორც კი გაჩნდა ორი, გაჩნდა პრობლემა. ამ პრობლემიდან გადის ბიბლიურად 7000 წელი და სარტრი, მეორე დიდი ეგზისტენციონალისტი, იტყვის საოცარ ფრაზას, ხო? სხვა ეს ჯოჯოხეთია. ვინ სხვა? ნებისმიერი. არა მარტო სხვა, მეზობელი, რომელიც წყალს ჩამოგიშვებს, ან ნოხს დაგაფერთხებს, სხვა კულტურა, სხვა რელიგია. ძმა, სამოქალაქო ომი აბა რა არის? შეყარებული, სოლი, ქმარი, რომლებიც გაშორდა, ანუ წარმოვიდგინე, ყველაზე ახლობელი ადამიანი შეიძლება იქნეს შენთვის ჯოჯოხეთი. ჩვილი თუ ვირად გაიზარდა. ამაზე დიდი ტრაგედია ხო არ არსებობს. სხვა ეს ჯოჯოხეთია, ეს ძალიან დიდი ფრაზაა, იმიტომ რომ ის სხვა არის. ედემში სხვა არ იყო. როგორც კი გაჩნდა სხვა, გაჩნდა პრობლემა და ბოლოს მე-20 საუკუნეში მოხდა ატომიზაცია მოსახლეობის. ჩვენ ყველანი აღმოჩნდით რობინზონებად დიდ ქალაქებში, ხო, ურბანიზაცია მას მოიტანა, ხო? აღმოჩნდით მერსოებად. და ამ საზოგადოებამ ვერ გაუძლო ამდენ უღმერთობას და მოვაწყვეთ პირველი მსოფლიო ომი, მეორე, ცივი ომი, ქიმიური იარაღი, ბირთვული იარაღი, ოსვენციმი, ეთნოკონფლიქტები ყველა მთელ მსოფლიოში, ხო? რატო? იმიტომ რომ ადამიანი დარჩა მარტო. ეს მეტის ყველობა არ ჩაულია უკვალოდ, ხო და კლავდით, ბევრი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ კიდე. კაინმა რომ მოკლა აბელი. ჩეხოვსკის ესეც სიმბოლო, ესეც ფიზიკურ ღვთისმეტყველები მას უწოდებენ ბიბლიური მითი. იმიტომ რომ მარტო კაინი კი არ იყო და მარტო აბელი ტომი იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა, თქვა, მიწად მოქმედები იყვნენ, ხო? მომთაბარეები იყვნენ და ბევრი ტომი ცხოვრობდა უკვე. უბრალოდ ჩვენ ვიყვებიან ორი ადამიანის ისტორიის, როგორც ხაბარს ვიყვებიან, ხო? მაგრამ ზღაპრეს უკვე ხო დიდი ფილოსოფია, ხო და მეტი რომ ეკითხება, სად არის შენი ძმაო, რას პასუხობს კაინი?
მე რა ვიციო? მე რა დარაჯი ვარო, ჩემი ძმისა. მე და წესი დარაჯი უნდა იყო. შენი ძმისა. ხო? ვინ მოითხოვს დარაჯობას, აბა ლიტერატურა ვინ იცის კარგად. მე მინდა ვიყო ბავშვების დარაჯიო, გახსოვთ, რო არ გადაიჭეხონ? ხო, ძელი ჩემი საყვარელი ერთ-ერთი, ხო? დარაჯად უნდა იყოს ბავშვები, იმიტომ რომ ამაზე დიდი ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი ეგზისტენციალური კრიზისი და რომელშიც ეს მერი იმყოფება სხვათა შორის, ხო? მას უყვარს პატარა ბავშვი, რომ პატარა ბავშვი სუფთაა და წმინდა. ადამიანები არ უყვარს. იმიტომ რომ უკვე ჩვენ ცოდილები ვართ, ხო? დიახ. თუ გახსოვთ, ზოგადად, როდის დაიწყო გავს თემებზე კითხვები თქვენ თავთან რა საკიდან გაგიჩნდათ დაინტერესება ზოგადად ამ თემებზე ზოგადად ფილოსოფიის მიმართ ხო არ ვიცი მაგრამ ეთქობა თავიდან არა როცა მე ჯერ კიდევ ჩემი ლოგი მქონდა მთაში ხო მე მქონდა უამრავი მიზანი, სურვილი, ინტენცია, სილაღე, ენთუზიაზმი, მიზანთროპია, საერთოდ არ იყო უფრო ალტრუისტი ვიყავი და გესმით ეს ყველაფერი ახლავს ახალგაზრდობას და ყველას ახალგაზრდობას, ყველას ეპოქაში, აი რომ ვიხსენებთ 30-იან წლებში, ხო, როცა დიდი ტერორი იყო და ფაშიზმი, როგორ შეიძლება ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, იმიტომ რომ ახალგაზრდა და პირველად უყვარდა და პირველად აკოცა ყველა ადამიანს და პირველად ხდებოდა ეს ყველაფერი, ანუ ახალგაზრდობას ყველა ასე აღიქვამს იმასე და მაშინ ეთყობა ამით დიდად არ ვიყავი დაკავებული. ეთყობა ძალიან მოქმედებს ამაზე ახლობლის სიკვდილი. ან დიდი რაღაც დიდი შეიძლება ტრაგედია, ნუ ახლა თქვა, უცოდ გამას და ლისაბონი რო ჩემი საყვარელი ქალაქი გაქრა ხო დედამიწის უკიდან პრინციპით ზრა იყო რომ 150,000 კაცი თვალწდები ხო ხო აი ბუნებრივია ეს ასეთ შეკითხვები აჩენს კითხვას ხო და რატომ ხდება ბავშვი და რატო ცხოვრობს მოხუცი ვიკინდა რა თქვა ხო ან რატომ აი ეს კარგი ადამიანები და ეთყობა ეს ყველაფერი ამას ეს ყველაფერი თქვენ ფსიქოლოგიურმა იცით ხო პირველი კრიზისი როდის ხდება საშუალო ასაკის 40 წლის ვარგლებში ხო აი დაახლოებით 40 წლის რო ხდებოდი უკვე მწიფდებოდა ჩემში აი ეს შეკითხვები და აი სწორედ აი ამ ფილოსოფიით დაინტერესება ჩემი ყველაზე საინტერესო მიმართულება ფილოსოფიაში სხვადასხვა ფილოსოფიის ცხოვრების სიცოცხლის ფილოსოფია და ეგზისტენციალიზმი ესენი ერთად არიან პრინციპში იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის თავარი კითხვები, რომელზეც უნდა უპასუხოს ადამიანი. როგორ ვიცხოვრო? რა ჩემი მიზანი? სამყაროში, რომელშიც არ არსებობს საზრისი. ან სამბიპოვო ეს საზრისი. ნუ, სასათეძლო სულ არ დაგვემსგავსოს, ქრისტემ გასცა ამაზე პასუხი სხვათა შორის, ერთად აპოკლიფურ სახარებაში. ნუ არაკანონიკურ სახარებაში. მას ეკითხებიან მოსწავლეები და როდის აღმოჩნდებით ისევ ედემშიო. და ქრისტე როგორც ყოველთვის თითქმის პასუხობს იგავი, ნუ მეტაფორით. იმიტომ პატარა თავში არ შედის პირდაპირ. ის ამბობს, როცა შავი გახდება თეთრი, თეთრი გახდება შავი, ზედა გახდება ქვედა, ქვედა გახდება ზედა და ახლა მოწაფე ფიქრობენ, ანუ არასდროს. მე ამბობს, როცა კაცი გახდება ქალი, ქალი გახდება კაცი. Das ნიშნავს. ნუ დღეს უფრო გესმის ეს ნიშნავს მაგას. როცა ქალი შევა კაცში, როცა კაცი შევა ქალში. ისე თავდება ეს მისი, ასე ვთქვათ, რეპლიკა, რომ ბოლომდე გაგებული არ აქვს მოწაფეებს, იმიტომ რომ სინოდში რაზე საუბრობს ქრისტე, რაც ნიშნავს ქალი შევა კაცში, კაცი შევა ქალში, ხო? ის ერთი არსება გახდება. საბოლოოდ მაინც აქამდე მივდივართ. რომ შეყარებამდე. გახსოვთ ხო ეს ყველაზე მთავარი წერილია საერთოდ ბიბლიიდან წერილი კორინთელებს, რომელიც პავლეს ეკუთვნის. პავლე არის მთავარი იდეოლოგი, უბრალოდ ხო გამავრცელებელი ქრისტიანობის პეტრეს შემდეგ, ხო?
ყველაზე ბევრი წერილი მას ეკუთვნის და ის არის წმენა, არის იმედი, არის სიყვარული. და რა არის ამაში მთავარი სამში? სიყვარული. იმიტომ რომ წმენა უსიყვარულოდ არის ფანატიზმი. ხო? რელიგიური ომები, აბა 100-წლიანი ომი, 30-წლიანი ომი ევროპაში რა იყო? იმედი, ის იმედი უნდა კონდეს, თუ არავინ არ გიყვარს და არავის არ უყვარხარ. და რჩება სიყვარული. ანუ ყველაზე დიდ რელიგიურ წერილში არა წმენასია გამახვილებული ყურადღება, არამედ სიყვარულს. ეგზისტენციალიზმი, ახლა იქ ბევრი ავტორი ასე ვთქვათ ასპარეზობდა და სხვადასხვა შეკითხვას აი ამ ნუგეშიზებდა, სხვადასხვა პასუხს აძლევდნენ. იყვნენ რელიგიური ეგზისტენციალისტები, რომც ამბობდნენ, რელიგია უნდა ვიპოვო, როგორიც გინდა. უზენაესი გონი, აბსოლუტური სული, წვერებიანი მოხუცი ღმერთი, როგორც ბევრს ამოგიდგენია და ასე. მთავარია, შენ არ დარჩე მარტო, ანუ ღმერთი უნდა იყოს შენს გულში. არის იმედი, ხო? ნუ ნიჩე იმედიან ადამიანს აკლემს უწოდებს. ანუ პირველი სტადია ადამიანის, ხო? აკლემი. მერე მოდის ლომი. ლომი არის უკვე მეამბოხე. ძლიერი, მაგრამ ლომის შემდგომ ვინ მოდის? ბავშვი. ბავშვი აბსოლუტური საწყისი, სიახლე, ახალი ფასეულობების მატარებელი. ბავშვი და პირდაპირ რა უცნაური რამ არის, ხო? ანუ თუ იმედი გეკეთება შეიძლება დარჩე აკლემად. ცუდი რამეს კი არ შეურაცხყოფ ჩვენ ამათ აკლებს, მაგრამ ნუ ნიჩემოს პირველი სტადია. მაგრამ არის მერე სიყვარული, ხო? მაგალითად კამიუს შეეძლო ეთქვა, რომ მან ერთხელ კითხეს შვედეთში ლექციას კითხულობდა და სამართლიანობაზე კითხეს სტუდენტებმა, იმიტომ რომ კამი ცოტა შემჩნეული იყო გარკვეულ კონსერვატივში ეროვნულ გამათავისუფლებულ მოძრაობებთან მიმართებაში. და მან უცნაური პასუხი გასცა. თუ არჩევანი ასეთი იქნებაო, დედა თუ სამართლიანობა, წარმოვიდგინეთ ასეთი დიქოტომი. მე დედას ავირჩევო. ნუ დედა მიყვარს. და ჩვენ ასე არ ვიქცევით ცხოვრებაში? ჩვენიანების პოზიცია არ ვიკავია ყოველთვის? ქვეყნის, ქალაქის, უბნის, ხო? ეს კარგია თუ ცუდი, ეს რა ვიცი, არც კარგია და არც ცუდი, იმიტომ რომ იგივე სახარება მოგვიწოდებს, რომ უნდა გაწყვიტო ინცესტუალური კავშირი შენიანებთან, რომ იარო ჭეშმარიტების გზით. სანამ შენ ანუ სისხლის კივილი გაქვს და სანამ შენო ოჯახის ინტერესებს იცავ, შენ ვერაძოს ვერ დაეუფლები უნივერსალურ ჭეშმარიტებას, რომელიც უნდა იყოს, ხო, საზღვრები გადალახოს, ეროვნული, რელიგიური. მაგრამ სამწუხაროდ სამყარო ისევ ამ საზღვრებში ვართ, ხო? ისევ საზღვრებში ვართ და ეთქობა ბოლოსკენ მივდივართ, ხო? 21 საუკუნე დაიწყო ისე რომ ახალი ლოგიკა თანაცხოვრებისა ჩემი აზრით არ მოუტანია, ჩვენ მე-20 საუკუნის ლოგიკით ცხოვრობ. ისევ ომი, ცივილიზაციათა შეჯახება, ისევ კი არა ახალი ძალით, ხო? ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით ცივილიზაციურად, კულტურულად, რელიგიურად, ომი აი აქვეა ჩვენს გვერდით, ხო? ძალიან ისე ტურბულენტურ პერიოდში და ახალი წესრიგის დამყარება ხდება სამყაროში და ვინმე მომცემს გარანტიას, რომ საოცრად სამართლიანი წესრიგი იქნება. ვერავინ. ამიტომ კრიზისი ჩემი აზრით ეგზისტენციალური ძლიერდება ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ცხოვრობს და ჩვენ პრაქტიკულად მთელ სამყაროს შეგვიძლია გაუგზავნოთ მესიჯი. ჩვენ უფრო და უფრო მარტოსულები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიძირებით ამ სოციალურ ქსელს. ეს არის ფსევდო ურთიერთობა. ეს კვაზი ურთიერთობა. უძილობის პრობლემა, ნევროზის პრობლემა თქვენს ეპარქიაში გადავედი ახლა, ხო? ადამიანი უფრო იღლება, უფრო დიდდება საზოგადოება, მაგრამ ამავე დროს უფრო ვიღლები და ნაკლები გძინავს, ხო? ეს ხო ამას ემატება
კონსუმერიზმი, ანუ დავადებული ვართ, ხო? აი ამ შეძენით, ამას ემატება ბევრი რამ ისეთი თანამედროვე რამ, ამას მე დაემატება ხელოვნური ინტელექტი და მთელი ამბები და ძალიან მეწოდება მე ადამიანი ზოგადად, ხო და მე არ მაქვს პასუხი როგორ უნდა უშველოთ საკუთარ თავს, ну გარდა ძალიან ბანალურისა და პათოსურისა უნდა ვიაზროვნოთ უკეთესად. იმიტომ რომ იქ სადაც ადამიანი არ აზროვნებს, როგორც მამარდაშვილი ამბობდა, მის მაგივრად აზროვნებს სხვა და ეს სხვა, როგორც წესი, ეშმაკია. უნდა ვიაზროვნოთ. ამიტომ კარგ საქმეს აკეთებ, გოგონებო. ანუ, ხო, ну ახლა მე მესმის, რომ სამყაროს ვერ შევცლით, ხო, მაგრამ პატარა აგურები, ხო, ყველა უნდა შევიტანოთ, არ უნდა გვეძინოს, არა და გძინავს. ხო. მე ბევრი შემიძლია ველაპარაკო, თუ არ გამაჩერებთ, ამიტომ. მოგზაურობისთვის. ჩვენ დაგიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდებით და უფრო საინტერესო და თემებით მომავალი კვირიდან მოგვალოთ